შენიც სპორტის საახალწლო ედიშენით ბრუნდებით, რიგით მეორე გადაცემა გვაქვს და ტრადიციულად დღესაც უკვე ტრადიციულად, იმიტომ რომ მეორეჯერ ხდება, იუთუბერები გვეყოლებიან მონაწილეებად. მოკლედ ორი YouTube არხი დაუპირისპირდება ერთმანეთს, რომელთა შორისაც გამარჯვებულს ფინალში ელოდება Hungry-Man. დღეს ჩვენთან ერთად იქნებიან ქორო და ბასტო ერთი გუნდიდან. ჩემი კამერა რომელია, ვიზა ვიმუშაო როც. შენი კამერა, აი იმ კამერაზე ემუშავა. ეს არა მოწონს ჩავსვენ. და ჯასა და შაკო ჯასპორტის წარმომადგენელი. მე კი ზაზავარ და შეგვიძლია რომ ნენელა დავიწყოთ თამაში. მეგობრებო, როგორ ხართ? ჩვენ ურად საახალწლო განწყობაზე კოზინაკით კბილებში გაჭეთკელენი. ხელის ცურცხელა და ასე შემდეგ. ძალიან მიხარია, აბა თქვენს მითხარით 1-2 ზემოქმედება ჩვენზე ფსიქოლოგიურად შინაურები არის, მაინც რომ მაინც ახლა ჩვეულები ვართ და 9 საათამდე ღია ვართ. აგავხნევეთ რა კომენტარებში. იმეც ავგარგავთ სამუწერად. ძალიან სპორტული მაღაზია როდიდან გახდა YouTube არხი? ეს ოქტოპუსის გავლენა თქობა ქონდა. აი, კარგი თერი არ მომწიფნავით. მოკლედ, მეგობრებო, პირველი რაუნდი, ხა დარწმუნებული ვარ რომ თავარი გადაცემა ნანახი გაქვთ ყველას. ფოტო დუელი არის, მაგრამ დუელი აღარ არის, იმიტომ რომ ჯერ ერთ გუნდს ეძლევა 60 წამი, მერე მეორე გუნდს ეძლევა 60 წამი და რამდენ სწორ პასუხსაც დააგროვებთ, იმდენი ქულა გექნებათ საერთო ჩართვაში. ოღონდ ერთი პირობაა, რომ ერთ-ერთი ადამიანი არის მოპასუხი. ვინ იქნება თქვენგან ფოტო რაუნდში მოპასუხი? ქორო, იქიდან ვინ იქნება? მეგობრებო, თქვენგან ვინ იქნება მოპასუხი? მე მგონი გესაუბრებია. ერთი არის მოპასუხი და დადექი რა. მე იქნები რა. შენ ხარ მოპასუხი? გადმოდი უკან შენ. ეხა ნახე რა ხდება. შაკო, შენ შეგიძლია დაეხმარო, ოღონდ პასუხს აფიქსირებს მთავარი მოპასუხი. დავეხმარო, ანუ პასუხი უთხრა ყურში. უთხრა, ჩვენ ყურშიც არა, მამაღლა უთხრა. არაფერი. დაიწყებთ. გოგოები. დაიწყეთ თქვენ. აი დავიწყებ. ჯეირანი წყდება დაწყება ყოველთვის. ორი-ორზე ჯეირანი ყოფილი. არა, ერთამდეა თან კლასიკური ჯეირანიც არ არის. ჯეირანი. ჯეირანი. კიდევ ჯეირანი. ჯეირანი. ამანებე. სალი ჩავხტე. არა შაკოს ჯეირანი. შაკო და მე ვიცხებ შაკო. შენ ხარ ანუ მოპასუხე. მაგრამ შაკო მეხმარა, ანუ ორი ვარ. ანუ ჯეირანზე შაკო მიუშვი უბრალოდ. ხო, მე მიუშვი. კარგი. სანამ დავიწყებთ ამ რაუნდს, შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმდგენია ბეთლაივი. ბიჭებს ექნებათ ახლა 1 წუთი. მეგობრებო, ჩემი თხოვნა რომ თქვენ ოდნავ უკან გადაეწიოთ. და გაჩვენდეთ. ხელი არ შევუშალო? ხელი არ შევუშალოთ. კატკატი შე. არა, არ შეიძლება. არა, უკან ნახე. ჯასპორტ. და ჩავიწერო რაღაცები თუ არა? არაფერი არ უნდა ჩაიწერო, 60 წამში ბევრი ქულა უნდა დააგროვო. წარმატებებს გისურვებ, წამზომი ჩაირთო. 5. შენი მეზო შაკო. ბელიგები მიცოდე ეს. ჯუდ ხო, ჯუდ დავიცოდე. ინიესტა. მაი დამაცადე. ბელესა პაპე. მაგამ ხარში. იოკიჩი. დონჩიჩი. დონარუმა ხო. მაგაზე ვახსოვ. ლაუტარო მარტინეს. მე ვიცი მაგას. ეს უზომოს მოგებულებს. ალკარაზი, მას მოგებ. ამის ტილი მაქვს. ეს არის. ვალესა. ხო ეგა, ნო. ეს შენოდა. ეს თოიტო ვიცი მაგას. იოზილი ვიცი რა ვიცი ზოლი ვიცი. ეს მუჰამედ ალი. გატუზო, მოსაიქრეს. ეს ვიცი ვინისიუსი კაცო. აბა ვიცისო. აჰა, ნაკოფტაბაზე, აჰა. ეს თამაშო. უშო, ოქრეშვი? რიგალაშვი გას მაგანი. პედრიან რომეღასა, პედრიან ისა რა ქვია. ხო. იმას გავსან. ებრაო. კი ბატონო, დრო ამოიწურა რა ნიშნავს რომ თქვენ დააგროვეთ 17 სწორი პასუხი. რეკორდი ალბათ ხო? რა ნიშნავს რომ 17 ქულა გექნებათ. წინა გადაცემაში 20 ქულა დაგროვდა ერთ-ერთი. მე მაგ შეკითხვა. ვინ გადარჩა? აი ეხა ნახავ ვინ გადარჩა. ინიესტა, მბაპე, მე, თქვენ გადაეციათ მეგობრებო უკან ოდნავ. ჯასა, შაკო, სვანი. არა როგორ არა. ასტო მობილიზდი? მობილიზებული ვარ. არ მიეხმარო რა? მე მგონი არ არის მობილიზებული, მინდი. და წამზომი ჩაირთო. 5 4 3 2 1 რუნი შემდეგი მესი ნოიერი ის არა ქვია ვერატი ეს ჯირო რიუ როისი ხაბიბი ნუ რა მგონოდა ტოტე ის ახაბი ალონსო და ეკრო თავი აქვს შემდეგი ლომუ თქო
სერხო რამოსი. ნეიმარი. საკა. კორტუა. ამანი შემდეგი. აივერსონი. ბუფონი. მალე. გავი. კასილასე. კაფუ. რიგოლ. ისა სონი. სონგი იყო სონი მახრეზე და რა თქმა უნდა ნატალი. და დრო ამოიწურა და სუპერ შედეგი გამეორდა საუკეთესო მაჩვენებელი 20 ქულა დააგროვა. საერთოდ ჩარტოში ანგარიში გვაქვს 20-ით 17. მეც არა, აქ მოგებულს არ რჩება მხოლოდ ქულა. 20-ით 7. აი იყოს ეგრე. აი ასე რჩება ანგარიში. გადავდივართ მეორე რაუნდზე, სადაც წესები უნდა აგიხსნათ, იმიტომ რომ განსხვავებული წესები გვაქვს მთავარ გადაცემასთან შედარებით. 3 მინი რაუნდი გვაქვს ისევ, მაგრამ პირველი მინი რაუნდი იქნება ასეთი. თქვენს წინ მონიტორზე გამოვა 5 მინიშნება, პასუხი არის დასწრებაზე. პირველი მინიშნებით თუ გამოიცნობთ, იქნება 5 ქულა, მეორეთი 4, მესამეთი 3, მეოთხეთი 2 და ბოლოთი 1. გამოსაცნობია საფეხბურთო კლუბი. ეგ იცოდეთ. ჩვენ ფეხბურთი არ ვიცით, თორე ისე შესაძლებლობაში ჩვეულებრივი ადამიანები ვარ. კარგი. მეგობრებო, პირველი მინიშნება ეკრანზე. გამოსაცნობია კლუბი. კლუბი? კი. ეს არის 5 ქულიანი მინიშნება. მოდი გავრისკოთ რა. რა გავრისკოთ შეიძლება? მე ჯერ ვეღარ უპასუხებთ. მაინც თუ გინდათ გარისკეთ, რა თქმა უნდა შეიძლება. ხილად საჭერთ? დაჭერ ჩვენ. რატო დავაჭირო? 4 ქულიანი მინიშნება. ხარტის დედა ეს. ეს არგინას მიტეს. ის უჭირავს, ნახე, ოქროსაც მის უჭირავს. ანუ ოქროსაც მის ხო ისე იქნება გამოიღოს პარტნიორზე ეს. საბუნებრივი. აშკარად არ გვაქვს ესეო პასუხი. რაღაცები გვაქვს, მაგრამ წავედით 3 ქულიან მინიშნებაზე. პარტნიორს. დაჭერ, ბერძნული გუნდია, ხო გითხარი ბერძნული ეს ხო. და სწორი პასუხია ისა კვიპროსის ტრადიционალი იყო ეს კაცი. მამუკა ჯუღელი არის საფინალი. ეს არის ისა რუბინი. რუბინი, ბერძნული გუნდია. ეს არასწორი პასუხია. მაგრამ მაინტერესებს აი რატო რუბინი. ნახე მე ვიფიქრე რომ საწმისი ბერძნული კლუბი ყოფილიყო, მაგრამ ეს კაცი ამის იმედზე ვიყავ. მე იციან თუ ისე და ეს კარგი. ვერ მოვა. კარგი. მე წამოვედით აქეთ. ბერძნული ფოთის კოლხეთი. როგორ ის კოლხეთი? ფოთის კოლხეთი. ეს სწორი პასუხია. ალბათ არ გონავდებით ხონდა. რატო? ბერძნული გუნდი. პირველი იყო თქვი და ხო? ფოთი ვერ ხო? რიკო, ნიკო, ომელარიუს ნიკო ნიკოლაძე. ნიკო ნიკოლაძის. ჩემი სოფელი. ასაგები. კი ბატონო. თუ გინდა ვნახოთ, გინდა შემდეგი მინიშნება? ის გერმანელი ის ნახოთ არის. ორქულიანი მინიშნება თუ უფრო გაგიმარტივებდეთ საქმეს. მეცალა ფოთია. ენლარჯიო ჯონ. კოლგოს ფოტო იქნება. გამოვიცანე? ამათ ვიცი. გენიოსი ყავს აქეთ გუნდში. ხო არ დანებდებით უკვე? არა, მე გადასაზრდელი. რუბინი რატო თქვი? ჯუღელზე წავედი. გენდან რუბინში წახვენ. იმის გამო რომ კოლო გამოიცანე, მეხუთე მინიშნებას აღარ გაჩვენებთ. წავედით მეორე მინი თამაშზე. მეხუთე პორტი. მეხუთე იქნებოდა ფოთი ეწერებოდა, ხო? ფოთის კოლხეთ? კარგი, მეორე მინი თამაში არის ასეთი, ქვია ყველაზე. თქვენ გეძლევათ თითო წუთი. მაქსიმალურად მობილიზდით ამ თამაშისთვის, იმიტომ რომ 1 წუთის განმავლობაში თქვენ უნდა დაწეროთ ყველაზე დაბალი 5 მოქმედი ფეხბურთელი. წამზომი ჩაირთოთ. თქვენი მიზანია რომ ყველაზე ნაკლები ქულა დააგროვოთ. ჩიკაიძე. მოქმედი რო არ იყოს. მოქმედი უნდა იყოს აუცილებლად. ჯოა, ჯობავა, ვინია, ჯომინკო, გავაბოთ ეს ჩობუთელი ხო არის. სიმახადე დაახლოებით რა გავმარტივოთ რა. მეტრა 60, მეტრა ჯომინკო არის. მე ჩამთე მე დაფაზე იმახსნა რა. აი ისეთი. ასწორდი იყო ხოლმე ზოგადად ახლა დაბალი მგონი. მეთია და ახლა. ცესუსა ან იმას თამაშობს ეს ანტრეტი. ფეხბურთელზე საუბარი. მაშინ აბე ხო სწორად გაიგეთ რასაც წერთ. მოქმედ ფეხბურთელებზეა საუბარი. ყველაზე დაბალი. ჩიკაიძე ეს არის. მოქმედები ვარ თვითონ გამოსვლა.
არა, მეგობრებო. არის თესლომაში სოფლიო შედიხარ. დონის? რომელი არ ჩაგოცნება? არ ჩაგეცვლებათ. ეს არ ჩაგოთვლება, ხო? კაპანაძე უწერია, ვიღაც. ო, რა ხორცელია რა. თუ მოქმედია და ოფიციალურია, ჩაგეცვლებათ და აუცილებლად. გვარის კაი, დრო ამოიწურა მეგობრებო. ბატონო, შენ დაგწერე და არ არის ოფიციალური და ახლა დრო ამოიწურა, ეს იმაში თამაშობს, ბიჭო ფეხბურთელია რა. დავიწყეთ. გუნდიცა, მაგრამ ფეხბურთელი. დავიწყეთ. შესასრულო. მე გამიკვირდა ძალიან თქვენი პირველი პასუხი, ახლა ვნახოთ. ხო მაგარია. არის ცე ფეხბურთელი? კი. ეხლა მითხარით თქვენი პირველი პასუხი სარაგოსა. და თქვენი პირველი პასუხი. აკო, ჩიკაიძე. ება, თული გაზი არის ძველი. ამათ ემატება ხოლმე ხანდახან. გონი მოვიგეთ. ჩემი აზრითაც უკვე მოიგეთ, მაგრამ ნუ რადგან ეს სტრატეგია არჩიეს, დავაძაბა, მაინც აგემ. თქვენ მანდ მიაწერეთ 164 სანტიმეტრი. 100 ნახ ვინ გავიხსნა. შაკვაზე რამდენია? მეტრა? შვენიერი გვაჯი ყავს არჩეული. აუ დაიცა ეხლა დავსერჩო ეს თუ სწორად მახსოვდა ბიჭო, ბარსას დაუყენა არა, ძალიან არა, შენ ვერ მაგარი მაშინ შეჩავ ტელეფონით ამოთ. დაწერილი გვაქვს. კი, მანდ მითხარი მეორე რა გიწერიათ? გავიგვიწერია პროსტა ხან თქვენ რა გიწერიათ მეორე? სენსს ამეწერა, მაგრამ ოფიციალურია და ბასტო ჩავწერე. მე ხარ? ესე იგი, 76 იქეთაც მივიღეთ. ვა, გაიზარდენ. 174 მიაწერეთ, მანდ გავის. მოაი მოუგეთ. არ ყოფილა. მე არ ვიცი ეს 5 ქულა რატო გაანიავეთ, მეგობრებო, მაგრამ აუ ეს იმედი არდავანია. ახლა ნახე. მესამე ფეხბურთელი. მესამე მიწერია კაპანაძე, თუ სწორად მახსოვს, სამტრედიის თავდამსხმელია, ეხლა ტორპედოში თამაშობდა, ოღონდ კაპანაძეა თუ არა არ მახსოვს. კაპანაძე გვიწერია. თორნიკე კაპანაძეზე გუარია ხა? მე მგონი. კარგი. ჯოვინკო? მაგრამ ისტორია მოყვა, ბიოგრაფია და ეს ფეგურთელი ვარ მართლა ვარ. ძალიან დაბალია. 1 მეტრი და 68 სანტიმეტრი. მიაწერეთ. კაია, კაია. ჯოვინკო. ჩვენიერი შედეგია. თქვენ ჯოვინკო. ხო, ხო შეიძლება. ატომური ჭიანჭველა. ხო დაბალია ძალიან. ვაგონად რამდენი ვიცი თუ. თქვენ შემდეგი რა ჟუაო ნევეში? ისე სხვათა შორის ჯოვინკო კაი პასუხია, უბრალოდ მოქმედი ფეხბურთელი არა. ხო, ვალბუენას ავწერთ კი, ეგრევე. თქვენ მითხარით მეოთხე ჟოაო ფეხბურთელი. ნევეში. ჟოაო ნევეში. თქვენი მეოთხე ვინ არის? მაინც რა ვიცოდე. ვერატი. აცე არ არის? ეს ხო, აი ვერატი 5 სანტიმეტრი თუ იქნება, მან შანსები გექნება. იყო ისე აგებს. რამდენია? 4. სხვა დაუმეყვალა და. 171-ია თქვენი პასუხი. ჩვენი თქვით მაიც. მესი ხო დაბალია პრინციპში. და თქვენი ვერატი, ხო მეგობრო? ხო, დიახ. 160. ვერატი არის ბევრად დაბას. ვიცოდი 165 სანტიმეტრი. აი, ხო, ვერატი, ხო? კი. და ბოლო ფეხბურთელი თქვენთან? ვიტინია. ვიტინია უბრალოდ დრო არ მქონდა თორე ვიტინია მესი. თქვენ მესი. მესი არის 170 სანტიმეტრი. ეხლა რო ნახო შეიძლება? არა, ვაფშე მობილოს გაიჭირა. ხვალ? ხვალ კი. ვიტინია არის 172. აქ რაღაც გაგიგია მოვიგეთ პროსტა. აი სამში ვაჯობეთ. 171? 172. ერთი მეტია ხო ამ გითხრა. რაუნდში გამარჯვებული რა თქმა უნდა გახდა კორონა ბასტოს გუნდი და 5 ქულა თქვენია მეგობრებო, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგარიში გვაქვს 28-17. რა ლეგენდა გოლი, ანუ სარაგოსა. აი გუნდია და მე შენ თავარ გადაცემაშიც მოგიწვევთ. ესე რომ გადაატარა რა უქნან იმას რა. კარგი. ეხლა მივდივართ მესამე მინი თამაშზე. სადაც 6 ქულის გამომუშავების შანსი გაქვთ, ასე რომ ყურადღებით იხავით. თქვენს წინ მონიტორზე გამოვა პორტრეტი, რომელიც 3 ნაწილად არის დაყოფილი. სახის ზედა მესამედი სხვა სპორტსმენს ეკუთვნის ფეხბურთელს, შუა მესამედი სხვას, ქვედა სხვას. და 3 უნდა. გეძლევათ 1 წუთი. თითო სწორი პასუხი არის 2 ქულა, ჯამში 6 ქულას გამოიმუშავებთ და ვნახოთ როგორია პორტრეტი. 1 წუთი ჩაირთო. ჩუმად იმსჯელეთ. დამიწერეთ ზედა, შუა და ქვედა მესამედები ვინ არიან. კამერა მეფარებოდა შეიძლება რომ აი გამოიხედე აქეთ. აქეთ გამოიხედე აქეთ. ხო თქმა უნდა, ხო, მან კიდე ზედა კიდე ის არის, სოფია კოლოსიკა და გერმანელები. აი ცაი წამს. არა. ორი ვარიანტი. მე ვიცი ვინცაა პირველი. შუა მუსიკა იამანია. არა. შუა მუსიკა. ზედა კიდე ის არის, სოფია კოლოსია. არა. გერმანელი ყველა ვარიანტი. ჯორჯ სოლა. თანმიმდევრული სამაცნობი წყალი შეხედა. ზემოთან შეგვიძლია. არა შეიძლება რომ ნაცვლად. 20 წამი გაქვთ მეგობრებო. გავს. სპინც რატო ნოტასიციას არის? ეს მარტივის არა და მაგადავენ იამალია ცადია. ოჩი ჩვენ. თქვენ მორჩით. ხო შევცვალოთ. არა, ამაში მოვიგეთ. ანუ. კარგი. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა. არა, ბიჭო, გიოცი სხვა კარგი. პერიტმა. მეგობრებო, ეხლა სათითაოდ პასუხობთ. ვინ არის თქვენი აზრით ზედა მესამედში? ჩვენ რონალდო და შერკი შორის ვფიქრობ და შერკი დავტოვეთ, იმიტომ რომ ჰერლაინი ცოტა უფრო არა. ვა. თქვენი აზრით ვინ არის? გიოცე. მარიო. მარიო. გიოცე?
ირანელი ფეხბურთელი შეიძლება. მაგრამ სწორმა პასუხმა გაიჟღერა. ეს იყო რონალდო. გიოცი არა. ეს იყო კრისტიანო რონალდო. ხო და დავწეროთ ფოგით. აი, ანუ შენ არის შერკი შუა მესამედში. იამალი, აი გვარტია. ადვილი იყო და ორ-ორი ქულა ორივე გუნდს. და ვან დაიკი. ვინ არის ქვედა ვან მესამედში? დაიკი. ვან დაიკი. ვირჯილ ვან დაიკიც აუ სწორი ბიჭო, წერა. რაც იმას ნიშნავს, კაცის თმებია უფრო. რომ საერთო ჩათვლაში ანგარიში გვაქვს 32-ით 21. იგებენ ქორო და ბასტო, ანუ მოეწევით არ შეიძლება მავნებელია. წავედით მესამე რაუნდში, რომელიც გადამწყვეტი რაუნდია, იმიტომ რომ 180 ქულა თამაშდება, მეგობრებო. ასე რომ მობილიზდით, მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, სანამ მესამე რაუნდს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია BetLive. ეხლა კი გავეცნოთ მესამე რაუნდის 3 კატეგორიას, რომელიც სხვადასხვა სირთულის შეკითხვებად იყო. ერთხელ ჰოლივუდში ფლანგის ნაპერწკლები ნოტები გვარებში. და ნოტები გვარებში. ასეთია დღევანდელი კატეგორიები. ამ რაუნდს იწყებს ჯასპორტი. რადგან ანგარიში გაქვს ჩამორჩენა. ნოტები გვარებში ეს ბევრი. გისმენთ? ფლანგის ნაპერწკლები 10. ყველაზე დიდ საფეხბურთო მოღალატედ კი არის შერაცხული, მაგრამ fun fact არის ის, რომ ოქროს ბურთის მომგებ სეზონში ნახევარი ერთ გუნდში გაატარა, მეორე ნახევარი კი მის მოსისხლე მტერში. აქედან იპარავენ, მაგრამ ჯერ თქვენ პასუხი. მე ვიცი ვარ. მოდი გავრეს გამოვიტყვი რა. ხო? კი, ლუიშ ფიგუ. ლუიშ ფიგუ, სწორი პასუხია და 10 ქულა თქვენია. ანგარიში ხდება 32-ით 21. მაინც ვაგებ ბიჭო. მეგობრებო, გისმენთ? ნოტები გვარებში 10-იანი მოგვეცით ჯერ. აჰა, სტრატეგიული ომი დაიწყო. ნოტები გვარებში 10 ქულა. იმედი მაქვს მოესწარით იმ პერიოდს, როცა PlayStation 1-ზე ამ ფეხბურთელს რეალური მწვრთნელებისგან განსხვავებით თავდასხმაში აყენებდით. მაგის გარეშე მე გისმენთ? ნოტს ვეძებდი და ბოლოშია რობერტო იპოვე? კარლოს C. C. ხო, ანუ მეთქი C. დიახ, C. ეს პასუხი დიახ, სწორია. ეს 42-31. ოთხკუთხედი ბურთი რო იყო. 20 ავიღოთ, მოდი ერთხელ მოდი ვიცავთ და 20 ავიღოთ რა. ერთხელ ჰოლივუდში 20. ტაეკვონდოში შავი ქამრის მფლობელ ამ სპორტსმენს ასტერიქს და ობელიქსში შესრულებული ანტივირუსის როლი და ბრძოლის სცენებში მონაწილეობა წესით არ უნდა გასჭირვებოდა. მითხარით ტაეკვონდო ვის ეს არის რა, პატარდიპი რო იყო რა. ისა. თუ გადაიწვა მე ბოლოს. თუ იპარავ დააჭირე. ჯეტლიკი და მეორე რა. ჭაკი ჩანი. მაგრამ მოპარვის შემთხვევაში არასწორ პასუხზე გაკლდება. არა უშავს. აი არა, ყველა უკვე შეელობენ ჯერი აზრები. მაგ ჯერი. ჯეტლიკი ხო. პასუხამდე უნდა მოიპარო. ტაეკვონდო ჩაიყვები შენ? მეგობრებო, აქედან პარავენ თქვენი პასუხი მითხარით? რო პარამე კაია თუ ზუდიან. ანუ თუ არასწორად უპასუხებენ, გამინუსდებიან. მოდი გამინუსტენ რა. თქვენ არ გაქვთ პასუხი? გვაქვს, მაგრამ გამინუსტენ. თქვენ არაფერს არ კარგავთ. კი, არა ვიცი, მაგრამ მაინც აი თან არასწორი გადაწყვეტილებაა. აი მაშინ ჯეტლი. ჯეტლი არასწორი პასუხი. აი ეს მაგიტო. ეს შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არ ამგონია რომ აბა მითხარით თქვენი არ პასუხი. ვიცი, ჩვენ გავრესკავთ ჩვენც ის არ მახსოვს ასტერიქს და ობელიქსში, მარტო მგონი ზიდანი მახსოვს, მაგრამ ზიდანი მახსოვს. ტაეკვონდოში შავი ქამარი ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს, როგორც ვიცი, საფეხბურთო სამყაროში მხოლოდ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი უნდა დავაფიქრო. თუ სპორტზეა ეს ზოგადად. ვიღებ ამ პასუხს. დიახ, მიიღეთ რა ვქნა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის სწორი პასუხია. 20 ქულა ჰამაკს. ანგარიში ხდება 62-ით 31 და ისევ თქვენი არჩევანი. მოდი ის 10-იანი რაც დარჩა იმასაც ჩვენ წავიღებთ თუ შესაძლებელია. ერთხელ ჰოლივუდში 10 ქულა. ნახალ წლებს ქართველების მდგომარეობა და ამ ფილმის სათაური ერთმანეთს ემთხვევა. საბედნიეროდ ფილმის სცენარი ისე განვითარდა, რომ თქვენი გამოსაცნობი სპორტსმენის მუშტის ძალა 4 მთავარი პერსონაჟიდან მხოლოდ ერთმა იგება. ვერ გავიგე. ახლა ხათმონება ამ ფილმის სათაური. ანუ ფილმი უნდა გამოვიდეს, რა უნდა გამოვიდეს? არა. დაახაზოს ქართველების მდგომარეობა და ამ ფილმის სათაური ერთმანეთს ემთხვევა. ნაბახუსები არის მდგომარეობა. ალბათ. საბედნიეროდ ფილმის სცენარი ისე განვითარდა, რომ გამოსაცნობ სპორტსმენის მუშტის ძალა 4 მთავარი პერსონაჟიდან მხოლოდ ერთმა იგება. ვიღაცა მიღაცა ფილმში მონაწილეობდა ვიღაცა გამოსაცნობი სპორტსმენი. მოდი, მე ხარ კარგავ. არაფერს არ კარგავ, თქვენ არ იპარავთ ანუ ამ შეკითხვას. ვინ ვის თავარ? მოიპარო ფას რამრავ. იპარავთ? კაი, ჯერ გაჩერდი. მე ერთადერთი ვინც მახსოვს ეგეთ რაღაცაში ფილმში, რომელსაც შეიძლება ნაბახუსები ერქვას, არის გიორგი ლორია. თან რა ახლოს ჩაიარე ალბათ. ან ჩაიარა, ხო? აბა თქვენი პასუხი ეს არასწორი პასუხია. ეხლა ჩვენ კიდე დავმინუსდებით არასწორად თუ არა? არასწორ პასუხზე მინუსები. ჭირი რა, შავი თუ გენეგენდა. აბა მითხარი. აკა უთხაჭო. არ მახსოვს, აბა შაკო, სწორი პასუხია. აკა სწორი პასუხია? სპორტსმენის მუშტის ძალა. ფეხბურთელი ვარ.
ლურია ახოსიო მაგრამ ანული ახლოს არის ძალიან არა არ მომისმინო მაგ ნამბოლზე რომ მოგისმინა შეიძლება არა აბა მითხარით სწორი პასუხია ლიმიაშვილი შაკო მის უნდა მითხრათ პასუხი უნდა მითხრა შაკო მე მგონი ვერ ვაპარაკობ არა გაქვს ბიჭო გაქვს ხუმრობს ესეც ხო მაშინ შენ თქვი თუ არ იყო მაინც -10 ქულა ან მე ხარ რომ ჩუმად შატო ხარ შენ ხარ შენ გეუბნები ეს არა შაკო მეგობრებო პასუხი უნდა მითხრათ თუ არა და -10-ია პეგურთაი სვამს რა მისვამს პეგურთაი არა ბიჭო რასა მისვამი პეგურთაი აი გამინოსდეთ მეგობრებო არა ოქრიაშვილის არასწორი პასუხი ერთი წამი ეხა ნახე ესე კითხვა ხე განვიხილოთ ლიმიაშვილი იყო კიდე იმაში შენ რა თქვი რომ მდგომარეობა რა არის ნაბახოსელი ჰენგოვერი რა არის ჰენგოვერი არის ლორია მაგ ფილმში იყო და ხო და ახლოს ეგ ფილმი ჩაიარე არ მაქვს მაგრამ დანახით. მუშტის ძალა პატარა ჰენგოვერი ჩინელი ვარი რა არქა აი სწორი პასუხია მაიკ ტაისონი მეგობრებო ძალიან ახლოს ჩაიარე ქართველზე რა მაგრა ვფიქრატო ფიქრობ მე მეც ქართველზე ქართველების მდგომ აუაიმე აბა რა თქმა უნდა ტაისონი იყო არა უშავს თქვენი არჩევანი გქონს 30 რა იგივე ნოტები გვარებში ვერსიაზე წავედი მიდი კატეგორია ნოტები გვარებში 30 ნოტები გვარებში ტაისონის სტატუსა აქვს იმას აქეთ რო იკეთებს მეგობრებო თქვენ მინდა შეგახსენოთ თქვენ თონაც ხედავთ რომ ჯერ ძალიან ბევრი ქულაა გასათამაშებელი მობილისტით არაფერი არ გაქვთ დაკარგული ჩვენს მაყურებელს კიდე იმას შევახსენებ რომ გამოიწერონ ბილაივის YouTube არხი აი ასეთი მაგარი შოუების სანახავად ნოტები გვარებში 30 ქულა გამოუშვა 30 UEFA-ს თასზე 24 გოლი აქვს გატანილი და ამ შედეგით ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ნაკრებში 26 გოლით ის პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ იმედი გვაქვს მალე მის შედეგს გააუმჯობესებენ. ლიგაზე 29 ნაკრებში 26 აქვს. აქედან ბიჭები ისევ იპარავენ. აი ვისაღო, ეს ბევრია ბენზებში, ჯამში 29 ლიგაზე ბევრია. შემოხედე ამანეთები არა. რონალდო არა ხო? არა ბიჭო ციფრებს შეხ 29 ბევრი ხო ცოტა 29 ნაკრებში. ა ჯამშია თუ ერთ სეზონზეა 29. მე მგონი თქვენ უნდა UEFA-ს უპასუხოთ თასზე ჯამური მაჩვენებელია. ჯამური ცოტაა ზა. 13-ია. ნაკრებშიც ჯამში 26 აუ გოლი. არ გაგახსენე ეხლა მე უკვე მინდა თქვენი პასუხი. ხამა შაკვატაკა. ჩაკვიტყვის. შაკო მითხარი პასუხი. დასწრებული რა ზუსტად ვიცი აქედან იპარავენ გაითვალისწინა. არ დავიწყარი რა. ბიჭო შეხე სწორი პასუხია. ეხა იტყვის. მუსიკალური პაუზა. მუსიალა? არა. მუსიალა არასწორი. მაგრამ ნოტი სწორად გამოიცნეს როგორც პეპი არა არველაძე უნდა იყოს შოთა არველაძე უნდა იყოს ესეთი 26 გოლი ნაკრებში ვინ უნდა იყოს? პაფა ვერ დამაბნე ვინ უნდა იყოს მითხარი? შოთი არველაძე ნოტი სად არის? არველაძე მაშინ ეს სწორი პასუხია და 30 ქულა დაემატა ჰამას. რაც იმას ნიშნავს, რომ ანგარიში ხდება 92-ით 21 და კიდევ 100 ქულა გვაქვს გასათამაშებელი. 21-22. აბა მითხარით. ნოტები გვარებში 20 რომ არა 2021 წელს ბოლო წრეზე მომხდარი გადასწრება ის ჩემპიონობის რაოდენობით ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა. 105 გამარჯვებით კი მას ვერავინ ეცილება და დიდი შანსია ეს რეკორდი ხელშეუხებელი დარჩეს. ფორმულაზე არ არის. ფორმულაზე მე რას მე ფორმულა პრავაც არ მაქვს ეს გადასწრება რატო გონია რომ არა თუ თქვენ ამ შეკითხვას გამოიცნოთ მე შენ მოიპარო თამაში მთავრდება. მაშინ არ გამოვიდა. გამოიცნო. აი მაშინ დავაფიქსირებთ უბრალოდ გისმენთ? უბრალოდ დავაფიქსირებთ. არ ვიცი რა სპორტზეა საუბარი. კარგია ვარ მინუსტებით, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს და უბრალოდ ვიტყვი 105 გამარჯვებით კი მას ვერავინ ეცლება და დიდი შანსია ეს რეკორდი ხელშეუხებელი დარჩესო, ხო? კი, ეს ჩვენს წავიკითხეთ და სწორი პასუხია. სწორი პასუხი იყოს, მოდი ბოლო წრეზე შეიძლება გადაასწრო რეალ მადრიდს. რეალ მადრიდი საინტერესო ბოლო წრეზე. საინტერესო მრბოლელია რეალ მადრიდი. გვიხდება ერთი ქულა. ოკეი. ნულით წმინს დაუმთავრებია? არა. აბა რა გეტყვი. მე მინდა გითხრათ, რომ თუ ეხა გამინუსდით, მაინც მთავრდება თამაში. ნოტები ავიდე, ხო? კი. და გვარებში ნოტები და რეალ მადრიდი და მაგნოტები და გორდნეშო
ნოტებში. აუცილებლად მაგრამ დაი ნოტებში. ჰამილტონი. ლუის ჰემილტონი. ხო. აშკარად არის ეგ. მი ნოტი? ნი. ლუის ჰემილტონის სწორი პასუხია. ნაშტერი ვარ პროსტა 92-41 სულ დამავიწყდა რაზე იყო ანუ სულ დამავიწყდა ნოტები გვარებში არც მიფიქრია მაგრამ შანსი მე ბიჭებს ფიქრობდი მაგრამ მოიპარეს შეკითხვა ეხლა თქვენი არჩევანა ფორმულები ვერ გავიქცე. აბა ვნახოთ ეპიკური კამბექით უგოქნება მაგის ტრაპეზები არ ყოთის. ჩვენი ის კატეგორია მითხარით და მე კატეგორია ხდება ეთიკურ კომპლექსს მაგის ტრაპეზები არ ყოთის. ფლანგის ნაპერწკლები 30. ფლანგის ნაპერწკლები 30 ხულიანი შეკითხვა მაქსიმალურად მობილიზდით ამ ფლანგელის გასახსენებლად არსენალის 2000-იანი წლების დასაწყისის შემადგენლობის გახსენება მოგიწევთ. გეტყვით იმას, რომ არსენალის გარდა მას ამერიკაში, შვედეთში, იაპონიასა და ინდოეთშიც კი უთამაშია. არსენალში იყო, მაგრამ ითამაშა ამერიკაში, შვედეთში, იაპონიაში, ინდოეთში გადავიდა. არიჩქაროთ ბიჭებო, თუ არასწორი პასუხი გამეცით, თამაში დასრულდება, ასე რომ მეტოდები ეთამაშა ამერიკაში, შვედეთში, იაპონიაში და ინდოეთში. ამერიკაში შვედეთში იყო. შვედეთში იაპონიაში, კატალონიაში. ლინგბერგი იყო. ბარსაშიც თამაში. ინდოეთში. მოდი არსენალის ფეხბურთელი გაგავი რა. ლინგბერგი იყო. შვედი იყო, თან ფლანგის იყო, მაგრამ ამერიკაში ნუ აბა ჩება იყო. კაი, სხვა ვარიანტი, ეგ ქონდა შევინახოს. ფომეს თუ ვესლები. პერესი იყო, პერესი მანდარი თამაშობდა 2000-იანებში იყო თან. ინგლისში არსებობს მე რეც იყო თუ მარტო 2000-იანებში იყო. ვერაფერს ვერ დაგემატებ შეკითხვის მიღმა. აი, δεν έχω, ამერიკაში წავა. ამერიკაში, შვედეთში, იაპონიაში არის. გააქვთ ვარიანტები? კი. უნდა წავიდეთ პასუხისკენ. კარგად დაფიქრდით. კატეგორიას ქვია ფლანგის ნაპერწკლები 50-იანი რთული. და არის 30 ხულიანი შეკითხვა. ნაპერწკალი ფიგურთან ფიგუ ნაპერწკალი გავარნა რა არის? გავაგრძელოთ პროსტა შეიძლება გავაგრძელოთ როცა აგებენ კითხავს გაგავლევინებთ თუ გაგიხარდებათ. დიახ გამიხარდება მიხვათ კაში ჩემი საყვარელი შეკითხვა თან გაუთამაშებელი რჩება. ანგელი თუ ახლა ოღონდ არასწორ პასუხს მივიღებთ. ახლა მითხარით მეგობრებო პასუხი. დროა. ჩვენც არ გვაქვს. აი ეგეთი შეიძლება იყოს რა ვარიანტები გაქვთ თუ გინდათ ეგ მითხარით. ოღონდ ჩემი სახე მე რეაქცია შეხვდა, მე შემთხვევით მე რეაქცია შეხვდა. ლინგბერგი, ხდა ხახა. ანრი, ორი და ხახა. ანელკა, სამი ვარიანტი გაქვთ ანუ. მეოთხე გაქვს. მე ვიუე ახლა შეგვაჩერა, ესე იგი სამში ერთია. არა, უბრალოდ მეოთხე. ჭირდება ერთი პასუხი, ეს შეკითხვა წყვეტს ამ თამაშის ბედს. 1, 2 და 3. სწორი პასუხია ანელკა. ძალიან გული დამწყდა რომ პასუხი გქონდათ. ნუმბერგი ბიჭო შვედეთი ბერგია. რა თქმა უნდა, შვედეთი, ამერიკა, იაპონია, ინდოეთი. ხოჩახ, მაინც ხოჩახ რომ 30 ხულიან შეკითხვაზე სწორი პასუხი თითქმის ხელში გეჭირათ, მაგრამ აბაშღერეთ. გადაწყვეტილებაში შეცდით. სხვა რამე. ესეც ასე გამოვავლინეთ მეორე ფინალისტი ჰამაკი ჰანგრიმენს დაუპირისპირდება წინა საახალწლო დღეებში ბილაივის YouTube არხზე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. ახლა კი ბიჭებო, შეაფასეთ დღევანდელი თამაში, როგორ მოგეწონათ? გამარჯვებულებით დავიწყოთ. დავიწყოთ გამარჯვებულებით. საინტერესოა. კიდე მინდა გავაგრძელებ, ხო, რომ დამთავრდება. კი, მე რა წაგიკითხავ. მაინტერესებს. სახით შევატყობო. აი, ამბავ ყველაფერს გაგრძელება მინდა. თუ მინდა ფალავანი გამოიყვანეთ თქვენი იქიდან და გავაგრძელებთ. კაია, ქოროსაც მოეწონა ისე მე ტელევიზორიდან რა კომპიუტერ ტელეფონში ვუყურებ ხოლმე. უფრო მიმარტივდება და აქ რო ხარ, გაბნევს უკვე კითხვის დასაწყისში რაღაც რო წერია, მე ქვემოთ სხვა რაღაც რო წერია, რაღაც 60-ნობიანი კითხვა რო გირთულდება და იქ რო წყნარაძე ხარ პაუზე. რაღაცის თქვა მინდა, მაგრამ ძალიან ის არის. ძალიან დიდი ბოდიში ყველას, ვისაც მე რომ ნოტები გვარებში რო ავირჩიე და გუნდი რო თქვი. საერთოდ არ მახსოვდა. აი, გარი უცნაური, კი, აი, მაგას არ დაყვება. სტრესი არ მახსოვდა. სპეციალურად თქვი, არა, გადავობით გუნდი რა გადავობით ავირჩიე, მაგრამ საერთოდ არ მახსოვდა, რომ გვარები გუნდი მაგიტო არ აგირჩებია გადაობი? არა, შეიძლება გუნდი ყოფილიყო, შეიძლება ფეხბურთელი, შეიძლება მანქანა, ანუ არა აქვს მნიშვნელობა.
თოკი მითხარი, მაგრამ ვაფშე არ მახსოვდა. უნდა გეთქვა რომ ნოტები გვარებში შეჩავა. ჰამილტონი. დიდი მადლობა. ჰადოლტონი. ჰარილტონი. ეხლა მითხარი კი, თქვენ როგორ ლუზერებს გასაგებია. პირველ რიგში პრიზების გამო არ მოსულვართ. ბოლოს გავიგეთ რაც იყო. მოვედით კარტობისთვის. მე მგონი გავერთეთ. ეს კაცი გაერთო. გაერთეთ. შაკოცაცნებში. წარმატებები ფინალში ორივე გუნდს რა. ისა თავიდანვე. შენსკენ. მინიმუმ კარგი გამოცდილება იყო თქვენთვის ჩემი აზრით. ხო რომ შაკომ ფეხბურთი რო იცის, გავიგეთ რომ ფეხბურთი არ იცის. მართლაც ხონოს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი წარმდგენია BetLive გემშვიდობებით ერთი კვირით. მადლობა მეგობრებო. ყველაზე ქაოსური თამაში იყო რაც ცხოვრებაში წამოყვანია. დეგენერატივა რა უნდოდა?